ჩვენი მესხების მესხური დღე გრენოფლში. გავასინჯეთ ჩვენი ქადა და მესხური სუფრე ჩვენს უცხოელ მეგობრებს. ქადა, ცოტა მესხური მიმგონებული ყველი. წნილები, ნატახტარის ლიმონათი და მეგობრები, რომლებიც ამდენი ხანია მაკლდა. სუსტად ისეთი გამოვიდა, როგორცაც ველოდი. ალბათ ვინც მიყურებთ, იცით, რომ ქადას არაერთხელ ვაკეთებ, არაერთ ოჯახში საფრანგეთში და არაერთ ადამიანს შევაყარე. მაგრამ ფურნეში, აი ისე როგორც ქართულ გარემოში რეალურად კეთდება, ეს შეუძლებელი მეგონა, მაგრამ შეუძლებელი ხომ არაფერია. ჩემს პატარაობაში ყველას გონდა ფურნე ეზოში თუ ფურნის სახლში. აი ასევე ძახდით ადგილ, სადაც ფურნე იყო ჩაშენებული კედელში და იქ თხებოდა ფოდოლები, ანუ მესხური პური, ქადა და მესხური ხაჭაპური. კარგ დღეებსა თუ უბრალოდ დღეებში. ეს ტრადიცია დიდად შემორჩენილი აღარ არის და თითქმის ყველა მსგავსი შენობა სახლთან ახლოს დანგრეულია, ჩამოშლილია და აღარ არის. ამის ნაცვლად ქადები ახლა ჩვეულებრივ საცხობში ცხება, რა გემო შესაბამისად შეცვლილი აქვს. მაგრამ ქადა მაინც ქადაა. ანუ მარილიანი ქადა და არა ის, რაც მთელმა საქართველომ იცის შაქრიანი პატარა ქადის ნამტვრები. ქადის ცომი განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩევა და ალბათ ვიდეოშიც დააკვირდებით და ნახავთ. აი ესეთი შებრაწული ქადები კი გამოგვივიდა ჩვენ. ჩემს პატარაობაში მთაში როცა ავდიოდით იეილებზე, ანუ მესხურ კოტეჯებში მთაში დაშენებულ სახლებში, უბანში ერთი ფურნე აინთებოდა ხოლმე და მთელი უბანი იმ დღეს ზელდა ცომს. ინთებოდა ეს ბუხარი, ცხებოდა ფოდოლები. ეს ყველაფერი რამოდენიმე კვირის სამყოფი იყო და ამას დამატებული მთელი ფურნის მიდამოს ისეთი სუნი დგებოდა, რომ შეუძლებელი იყო ვერ მივხვდარიყავი რა ხდებოდა უბანში. ჩემთვის ყველაფერს განსაკუთრებული გემო ჰქონდა. თას თავისი სურნელი დასდევდა, ბარს თავისი სურნელი. მაგრამ ემიგრაციაშიც ამ ყველაფერს თავისი სურნელი აქვს. ახალი მეგობრების გარემოცვაში, ახალ სახლში. მაგრამ ისევ მესხური დიდი გულით. და ასე, ჩემ ხალხთან ერთად გადმოვცხოვრდი უკვე გრენოფლში, სადაც არ ვივიწყებთ ჩვენს კუთხეს თუ საიდან მოვდივართ და ყოველთვის ვცდილობთ ერთად გავაზიაროთ ეს მონადრე გემოები.